მე ვფიქრობ, რომ არაფერი ბრიტანულთან და ამერიკულთან ამას კავშირი არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივი პუტინისტური სტანდარტი, რუსული ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობა მიდის და ის თანდათან ის ფსევდოკანონები, ხო, ის კანონსაც დრაკონული კანონები შეიძლება უწოდოთ, რაც ამ ბოლო პერიოდში ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო, ეს კიდევ უფრო წააგავს და გადააქცევს ამ ქვეყანას პუტინის ქვეყანას ამსგავსებს. რაც შეეხება ფარას, ეს არასდროს არ ყოფილა ფარა არასამთავრობოს ან მედიის საკითხთან დაკავშირებული კანონი. ეს ყოველთვის იყო ლობისთან დაკავშირებული და ფარა მთლიანად თავის შინაარსი გახლავთ ის, რომ ყველა ვინც ლობისს აკეთებს უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხო ქვეყნის ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალის სახელით შეერთებული შტატების მთავრობასთან ის თავისი საქმიანობის რეგისტრაციას ახდენს. რომელი ქვეყნის რომელი ორგანიზაციები აკეთებენ საქართველოს მთავრობასთან ამის ლობისს. გარდა ამისა, ლობიზმის თაობაზე კანონი უკვე არსებობს, გაიხანია, მიღებულია გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს კანონი. ამიტომ არაფერი ამას კავშირი ამასთან არ აქვს. რაც შეეხება ბრიტანულ კანონს, საერთოდ სიმართლე ბოლოს როდის თქვეს მათ, აღარც მახსოვს მე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილები, манипуляციები და პროპაგანდა. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, ფარას მიღება რომ დომოდა თავიდანვე მიიღებდნენ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ღიად დაწყებული. თავის დროზე ორი კანონის ინიცირებაზე საუბრობდით ჩვენ ქართული. ის ტყუილი იყო, ის მეორე კანონი ტყუილა მიიღოს იმ რაღაც გაუგებრობა ჯგუფი რო ყავთ. რაღაც ანტიდასავლური პროირანული, პროჩინური, პრორუსული ჯგუფი. და ღიად დააშკარათ, აი სწორედ იმათ მიაღებინეს თითქოს ვითომ ღებულობდნენ მაგ კანონს და მე არ მიიღეს. ამ კანონს კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ რუსული კანონით მიაღწიონ, ხო? არასამთავრობოებს. ეს არის ლობიზმზე კანონი. ეს ლობიზმის კანონი საქართველოში მიღებულია და არც იმხელა მასშტაბები არ აქვს საქართველოში ლობიზმს, არ მოჩამოდიან აქ სხვა ქვეყნის მთავრობები და არ ლობირებენ მაგალითად იმას, რომ საქართველოსდან ინვესტიციები ჩაიდოს მაგალითად საფრანგეთში. ხო, ანუ აი ამ ფორმით თუ იქნება მიღებული, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ქართული ოცნების მიზნებს ვერ შეასრულებს, ხო? ჩვენ ხო ვიცით რეალურად რა მიზანი შეიძლება ქონდეს ხელისუფლებას იმ რეპრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ის ეწევა ამ პერიოდის განმავლობაში. აი კონკრეტულად რო გამოვყოთ 28 ნოემბრის შემდეგ, ახლა რუსული კანონია დაწყებული, მაგრამ 28-ის შემდეგ რაც ხდება? ან არაფერი კავშირი არ აქვს. ჯერ ერთი მე ეჭვმეპარება საერთოდ რომ რას მიიღებენ, საერთოდ წარმოუდგენელი. გარდა ამისა, მათ მიიღებს მთელი რიგი კანონები და ღებულობენ მთელი რიგი რეგულაციებს და კანონქვემდებარე აქტებს მედიის საწინააღმდეგოდ, არასამთავრობო, საერთოდ ანტიდემოკრატიულ, ქართულ კანონმდებლობას. და ამ კანონმდებლობების დიდ მორევში ალბათ პროპაგანდისტული მიზნით აი შემოაგდეს ახლა ფარა. ну თითქოს რაღაცა ფარას ღებულობენ, იმიტომ რომ არაფერი კავშირი ამას არ აქვს, არც არასამთავრობოსთან და არც ხო როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ არის ფოკუსირებული ლობიზმზე. ეს არის ლობიზმი სხვა ქვეყნის მთავრობის სახელით ამერიკაში, როცა ვინმეს ლობირებს, ამ შემთხვევაში ისე რეგისტრირდებიან. რა კავშირშია აქ? ეს უბრალოდ არის მორიგი პროპაგანდისტული ტრიუკი, რომლის საფარქვეშაც ისინი იღებენ აი ამ დრაკონულ კანონებს და საქართველოს თანდათან უფრო და უფრო ემსგავსება პუტინის რუსეთს. იმას რა ქვია, აი ამ აიათოლების ირანს და მაოისტურ ჩინეთს. აი ამას ემსგავსება საქართველოს. ბატონ დავით, ჩვენ არაერთი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება პირდაპირ ჩამოკიდებული იყო 20 იანვრის თარიღზე, ხო? არის გარკვეული მოლოდინი შეერთებული შტატების მომავალ პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენს რეგიონში. აი ამაზე რა სიტყვით კონკრეტულად დღეს კობახიძე მახინჯ კოორდინაციას უწოდებს იმ კომუნიკაციას, რაც არსებობდაო აქამდე, იგივე საელჩოს, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის და ამბობს, რომ აი იმეც იტოვებს, რომ რაღაც პირველ რიგში შეიცვლება ეს მიდგომები და ასე შემდეგ და პირდაპირ ანუ ქართული ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს. აი რას უნდა ითვალისწინებდეს ამგვარი განცხადების გაკეთების დროს კონკრეტულად ეს პირი და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, როდესაც ასე ლაპარაკობს საელჩოზე პრემიერ-მინისტრი, რეალურად რას ეყრდნობა ის?
ან რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს? ეს სხვა არაფერი არ არის, ანა, გარდა იმისა, რომ ისევ ის პროპაგანდისტული ხაზია, რუსული პროპაგანდისტული ხაზია, რომ თითქოს აი რა ვიცი, რაც ფუნდამენტურად იცვლება. ბუნებრივია, ბევრი საკითხები არის ახლა, დღის წესრიგი არის საკმაოდ ინტენსიური და აქ გათვლათ ქართული ოცნების იყო იმაზე, რომ უბრალოდ დრო ან დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა იმდენად მაღლა არ იქნება, რომ ამაზე ფოკუსირება გააკეთოს. დანარჩენი ყველაფერი არის სრული აბსურდი. წარმოგიდგენიათ რომელიმე ამერიკული ადმინისტრაცია, რომ ხარი დაუჭიროს დემოკრატიის უკუსვლას, ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ამერიკული ადმინისტრაცია, რომ ხარი დაუჭიროს ანტიდასავლური და ანტიევროპულ მიდრეკილებმაც, რა ვქვია, მთავრობას და ამ კურსის ცვლილებას ადამიანების უმრავლესობის კაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ვერ წარმომიდგენია, რა ვიცი, მთავრობა, რომელიც აი ამ კლეპტოკრატიის ზეიმს მიესალმოს, არ შეიძლება ასეთი ადმინისტრაცია ამერიკაში იყოს. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკული ადმინისტრაციას აქვს, უბრალოდ აქ გათვლა ამერიკულ ადმინისტრაციას აქვს, რა ვიცი, რაღაც ამ რეჟიმისადმი კეთილგანწყობა. აქ უბრალოდ საქმე სხვა რამეშია. ეს გზა, რომელიც აქვს არჩეული ოცნებას, რომ აი ნუ მეტი რა შეიძლება ითქვას, აი ღია ტექსტით თქვა წინ საელჩოს დადანაშაულება ქართული ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში, აი ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ თქვა აი შემდეგი ადმინისტრაციის კომპლექტაციის შემდეგ, ანუ რადიკალურად სხვა სურათი ნახოს საზოგადოებამ და ქართულმა ხალხმა, აი ამ ეს მაინტერესებს, აი თქვენი გამოცდილებით, რადიკალურად შეცვლილი სურათი, ეს რეალისტურია? არა, რა თქმა უნდა, მე როგორც აი ამ პერიოდს რაღაცა შეიძლება სავაჭროთაც ეს 2-3 თვე სხვათა შორის რო დაანონსდა, ამაზეც ნახე არაერთი თვითონ მუშაობდნენ ეს პერიოდი სავაჭროთ შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს ხალხი თვითონ მუშაობდა ამ USAID-ებში და რა ვიცი, რაღაც სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ USAID-ს რო ესხმიან ახლა თავს. USAID-ის თანხების არ ვიცი, ახლა ზუსტად პროცენტულად, მაგრამ უზარმაზარი ნაწილი, ანუ 80%-ზე მეტი, ეს არასამთავრობოებისთვის კი არ არის, არის მთავრობისთვის, ამ მთავრობასთან მთავრობისადმი კეთილგანწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იყო გამოყოფილი და სხვა შორის თვითონაც ამაში მონაწილეობდნენ ამ თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. ამიტომ ცოტა აბსურდულია, როცა ამაზე ლაპარაკობს ეს ხალხი. მეორე, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რამე ისეთი ფუნდამენტური იცვლება და ამერიკული ადმინისტრაცია და რაღაც პოლიტიკის ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ, ანტიხალხურ, ანტიქართულ ხელისუფლებას ექნება მეტი მხარდაჭერა. აბსურდია, სრული სისულელეა, არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ ხედავთ ეს რაც ხდება. ის ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ ახლა, ეს არის რეჟიმის ავტორიტარიზმის გაღრმავებისკენ არის მიდრეკილი. ავტორიტარიზმის გაღრმავება ასევე გულისხმობს იმას, რომ ისინი თანდათან უფრო და უფრო მეტად ექცევიან იზოლაციაში. და აქ უბრალოდ არის ის, რომ ეს კორუმპირებულმა რეჟიმმა შეინახოს საკუთარი თავი. აი ამაზეა მთელი საუბარი. მე არ მგონია და ვერ წარმომიდგენია ვითარება, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თქვას, რომ აი ეს რეჟიმი ჩვენთვის კარგია, მისაღებია და ძალიან კაი, მოდი მივესალმოთ ამას. ან თქვათ რუსეთს გადააბაროს ეს ქვეყანა. აი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან რას ექნება მნიშვნელობა, ბატონ დავით, აი მკაფიობას ამ პროცესში, აი თქვენი გამოცდილებით რა ტიპის კომუნიკაციას მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, ხო, რაღაც პერიოდი გადის, ეხა არის რაღაც გარკვეულწილად ფანჯარასავით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი, ექსპერტი საუბრობს, რომ ჯერ რაღაც შიდა ეზოს დაალაგების პროცესო ადევნებთ თვალს, ხო? ამ პროცესში ხდება სწორედ გარკვეულ განცხადებებზე მოჭიდება ქართული ოცნების მხრიდან, ნუ შემდეგ ხედავთ ხოლმე ასევე რა ტიპის გზავნილებიც ისმის. აი ამაზე რა სიტყვით? მე ვარაუდობ, რომ აი ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს რადიკალური განცხადებები, ის დრაკონული კანონმდებლობა, ეს უკუსვლა დემოკრატიის, ესეთი კაფიოდ პრორუსული და რაღაცა ესეთი ირანთან და ჩინეთთან ესეთი ფლირტი, ყველაფერი არის მიდრეკილი მიმართული იქითკენ, რომ ისე დააზიანონ საქართველოს როგორც სახელმწიფოს რეპუტაცია, რომ აქეთ ასე ვთქვათ, არც ერთ პოლიტიკოს არ დიპლომატს არ ქონდეს იმედი, რომ აქ შესაძლებელია რამე პროგრესის მიღწევა. მთელი ამოცანა არის, რომ აი ამ რეპუტაციას ძირი გამოუთხარონ და ეს რამდენიმე წელია ჩვენ ძალიან მკაფიოდ ხედავთ ამ რეპუტაციის თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად ძირის გამოთხრას. აი ეს
გონს ხანდახან უგონო გონია, ხო? ხანდახან უშინაარსო ეს განცხადებები. ეს განცხადებები ამისკენ არის მიმართული. საერთოდ პოლიტიკოსების, დიპლომატების ყველა არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელებსაც უნდათ რომ რაღაცა საქმეს, რასაც ხელს მოკიდებდეთ, იქ წარმატების შანსი არსებობდეს. და თუ არის რაღაცა პოზიტივი, ამ შემთხვევაში მათ აქვთ მეტი სურვილი, რომ ჩადონ, ინვესტირება გააკეთონ საკუთარი დროის, ძალისხმევის, საკუთარი პოლიტიკის. აქ ამათ ისე უნდა დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია, რომ ეს საქართველოზე ხელი ჩააქნევინონ ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი. აქ ერთადერთი რაზეც დგას დღეს საქართველოს დღეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, როგორც ქვეყნისა, რომელსაც შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს, ხო, განვითარების, დემოკრატიის და წინსვლის, არის აი ხალხის პროტესტი. აი თქვენი ტელევიზიის მუშაობა, ადამიანების ქუჩაში დგომა, იმ არასამთავრობოების ძალისხმევა, ბევრი სხვადასხვა ადამიანის ძალისხმევა, რომ შეინარჩუნონ, ჩაებღაუჭონ საქართველოს უკანასკნელ შანსს და შეინარჩუნონ ეს შანსი. იმისათვის, რომ მხარდაჭერის მობილიზაცია მოახდინონ. და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ აი მთავრობის თანმიმდევრულ მიზანმიმართვას საკმაოდ ძლიერ, იმიტომ მათ რესურსები განუზომლა დიდია, ძლიერ ცდილობებს, რომ ამ ქვეყნის რეპუტაცია ბოლომდე გაანადგურონ. აი ესეთი ვითარება, ხო? ეხლა იმის რომ რაღაცა ვიღაცები, რა ვიცი, ცენტრალური აზიის ზოგიერთ ელჩს ხვდებიან, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე აღიარებს მათ ლეგიტიმურობას. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ. ეს დავით სიხარულიძე იყო, შეერთებულ შტატებში